ეროვნულ პარტიის ყოფილი საპარლამენტო მრჩეველი და ნიკოლო ზალავიძე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე GeoCase-ის მრჩეველი შემოგვერთებიან. ახლა ჩვენ ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობთ. ძალიან საინტერესო და კომპეტენტური სტუმრები გვყავს ჩვენ დღეს. აი ჩვენი აუდიტორია ახლა შეგაფასებთ ეს საქმე. თამარ, თქვენ დავიწყოთ, აი ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი, ძალიან ცოტა. რისი გაკეთება შეიძლება 31 აგვისტომდე? მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, დიდი პატივია. შეიძლება ჩვენი უვიზოს გადარჩენა, თუ იქნება ამისი პოლიტიკური სურვილი, რა თქმა უნდა, დე-ფაქტო მთავრობისგან და რაზეც ძალიან დიდი ეჭვება ყველას, არა მარტო აქ, არამედ ევროპაშიც. ძირითადად აქ არის საუბარი ქართულ ხალხზე. ქართულ ხალხს აქვს ახლა გადასაწყვეტი, რამდენად ღირებული არის ქართული ხალხისთვის ეს უვიზო რეჟიმი და ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობა მოკლედ. და ამაში მე ვგულისხმობ იმას, რომ ქართულ ხალხს აქვს გადასაწყვეტი ნათლად უთხრა სამთავრობას, იმიტომ რომ ბოლოს სამთავრობას ეშინია ხალხის, ხო, ხალხი როცა გარეთ გამოდის, ხალხი როცა რაღაცას ითხოვს. პარტიებს აქვს კიდევ ალბათ რაღაც გასაკეთებელი. აი ეს ულტიმატუმი არ არის მხოლოდ დე-ფაქტო მთავრობისთვის, იმიტომ რომ მათი პასუხი ასე თუ ისე გათვლილი ქონდა ევროპას, იცოდა რომ ერთი წელი ყოველთვის უარს უთვლიდნენ ესენი და აქენა მქონდა თუ არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გზავნილი ჰქონდათ ამ ულტიმატუმამდე მიღებული. და იქაც ევროპაშიც აზრები იყოფა, რომ იცოდეთ, იმიტომ რომ ფიქრობენ, რომ თუ ქართველების იზოლაცია მეტად მოხდება ევროპისგან, რამდენად შეიძლება ამან უფრო დააზიანოს პროევროპული ქართველების ასე ვთქვათ, მორალი და შეიძლება ისინიც ნაკლებად ახალისდნენ იმისთვის, რომ ეს ევროპული მომავალი დაიცვან. თუმცა თამარ, ეს ის საკითხია, რომელსაც არ სჭირდება ყველა ქვეყნის ხმა, ხო? რომ შეწყვეტს. აი აქ გვაქვს ჩვენ სისუსტე, რომ ნახევარზე მეტი. აქ თუ იქნება მომხრე აი ამ ეს არის ყველაზე ადვილი ბერკეტი ასამუშავებლად. კი. ამდენი მოინახება. მოინახება, აუცილებლად მოინახება 14 ქვეყანა, რომელიც 65% შეადგენს მოსახლეობის. ჩვენ თუ იქ გვეყოლება ესეთი დიდი ქვეყნები, როგორც გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, უკვე მოსახლეობის 65% ძალიან ადვილად მიიღწევა. თან არავინ მუშაობს იმაზე, რომ ეს არ მოხდეს. აქ რომ ვინმე მუშაობდეს, რომ რაღაცნაირად პრევენცია მოხდეს, მუშაობა რა თქმა უნდა გულისხმობს ევროკავშირის ხედვით იმას, რომ კონკრეტული რეკომენდაციები შესასრულებელი, მაგრამ მაგის გარდა არც არავინ არავის ელაპარაკება, ხო? რომ აუხსნან მაინც თუნდაც ის პოზიცია, რაც აქვს, რატომ არის სწორი პოზიცია. მე გეტყვით ღიად, თუ ვინმე მუშაობს იმაზე, რომ უვიზო არ გაჩერდეს, ეს არის საქართველოდან ჩასული სხვადასხვა პოლიტიკური პროევროპული პარტიის წარმომადგენლები, ანაც განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც მეც ხშირად ყოფილვარ იქ იმ შეხვედრებზე, სადაც ხსნიან, რომ თქვენ თუ ჩახსნით საქართველოს ევროკავშირიდან უვიზოს აი იმ ხალხს, ვისაც თქვა პროევროპული კიდევ სურვილი აქვს და ევროპისკენ მიდის, შეიძლება დაეკარგოს იმის мотиваცია, იფიქროს, რომ აქ ამ ქვეყანაში ვეღარაფერს გავაკეთებ, ხო, მიგვატოვეს, ანუ გათვალეთ ისი არ მოხდეს, რომ პროპაგანდამ კიდევ უფრო მეტად ჩაითრიოს ის ხალხი, ვინც უკვე დაჭერილი ყავს პროპაგანდას და 1000 რაღაც სისულელეს აჯერებს და ამაზე ძალიან კარგად რეაგირებს სხვადასხვა ძველად კომუნისტური ქვეყნები, როგორც არის მაგალითად იგივე პოლონეთი და სხვა ქვეყნები, იმიტომ რომ მათ რო უხსნიან უკვე საქართველოსთან ხალხი, რომ აი თქვენ რომ არ გასულიყავით ევროპაში, იქით ევროპაში, დასავლეთ ევროპაში არ გენახათ იქით ხალხი როგორ ცხოვრობს, შეიძლება ის საბჭოთა კავშირიც არ ჩამონგრეულიყო არასდროს და ამიტომ ამ ხალხს მოაქცევთ იზოლაციაში, შეხედეთ ბელარუსს, გაცილებით მეტად მუშაობს პროპაგანდა, როცა უკვე ევროპასთან მჭიდრო კავშირი არ აქვს. ამიტომ ეს პოლემიკა არსებობს ევროპაში და ჯერ კიდევ გათვლა ხდება, რამდენად შეიძლება დააზიანოს პროევროპული ბანაკი. მაგრამ არის მეორე რამე, რომ ის ხალხი, ვინც ფრუსტრირებულია ევროპაში, რომლებიც უყურებენ როგორ თვალსაჩინო საქართველოს დიქტატურაში გადადის, რომელიც დემოკრატიის ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა იყო, ის ხალხი ფიქრობს, რომ აი აქ თუ ჩვენ არ გამოვიყენეთ არანაირი ბერკეტი და სადღაც სადამსჯელო არაფერი არ განმახორციელეთ, მაშინ რა უნდა უთხრათ სხვა კანდიდატი ქვეყნებს, რომლებიც გვეტყვიან ორმაგი სტანდარტი გაქვთ ევროპაში.
ნამდვილად კაია კალასმა ზუსტად ეს თქვა, სანდოობის საკითხია აქ უკვე ევროკავშირისო და არის ვალდებულებები, რომელიც უვიზოს და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას მოყვება და თუ არ იქცევი შესაბამისად ამას მოყვება რეაგირება. ბევრი გვაქვს ჩვენ ასაუბრები მასთან დაკავშირებით, რომ ინდივიდუალური სანქციების დაწესება ვერ ხერხდება, იმიტომ რომ ამას ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა ჭირდება. მაგრამ გვაიმედებს თუ არა, მაგალითად უკრაინის მე-18 პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, სადაც მოხერხდა ასეთი კონსენსუსის მიღწევა. მე მესმის, რომ საქართველო არ არის ასეთ მაღალ რეგისტრში აყვანილი საკითხი ჯერჯერობით, როგორც უკრაინა, როცა ერთსულოვნებაა საჭირო ჩვენ ნახეთ ასევე დარბაზიდან გასული ორბანი თავის დროზე, მაგრამ ეს გზა ამოწურულია, როგორ გონიათ, შეიძლება ეს უვიზოს შეჩერების თემა ჩანაცვლდეს ინდივიდუალური სანქციებით, თუ ამის მიღწევა მოხდება. არ არის გამორიცხული, რომ სანქციების პაკეტიც მიიღონ, რა თქმა უნდა, სწორი აღნიშნეთ თქვა, რომ ამას ძალიან დიდი ზელისხმევა ჭირდება, რომ ურბანის თანხმობა მიიღონ ყოველთვის. რამდენად ამ ეტაპზე ესენი წამსვლელები არიან, ჩანს რომ არა, იმიტომ რომ უფრო უვიზოს ხარეს გადავიდნენ და აქედან კიდევ ევროპაში რაც ისმის ბრიუსელში ხშირად მესმის და ამაზე კითხავს მესმის ამენ ეს არის რატომ მეტი ქართველი არ აპროტესტებს და სხვათა შორის გარკვეულ პროცენტებსაც აღნიშნავ ხოლმე ამდენი პროცენტი ქართველი სახლში ზის და არაფერს არ ამბობს და აქ უკვე მე ახსნა განმარტება რომ თქვათ ალბათ ის ბანაკით რომელიც პროევროპულია არ არის ეს დამაჯარებელი მათი მოქმედება არ არის ესეთი ძალიან უსამართლო შენიშვნა ეს მათი მხრიდან იმიტომ რომ სხვათა შორის დათვლილიც არის ეს და შედარებულიც საქართველოს მოსახლეობის ან პერ კაპიტა შედარებით უწყვეტობით დინამიურობით და მრავალრიცხოვნობით ჩვენი მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით მათ შორის დიდი ქალაქების საქართველოს მოწინავე კი არა გადაასრომ მრავალწილად მსგავს ანალოგიური საპროტესტო აქციებს თუნდაც აღმოსავლეთ ევროპაში და ასე შემდეგ. შეიძლება კითხვა იმასთან დაკავშირებით უჩნდებოდეთ, რატომ არ არის კიდევ უფრო მეტად შემტევი გარკვეული გაგებით სიტყვა აგრესიული არ მინდა რომ ვიხმარო, თუმცა ესეც მეტყველებს პირიქით ჩვენი საზოგადოების კიდევ უფრო მეტ ევროპულობაზე სხვებთან შედარებით. თუმცა ხელისუფლება ისე იქცევა, ისე პროვოცირებს ხოლმე მსგავსი აქციების დროს, რომ სამწუხაროდ მისი გაგრძელება განსაკუთრებით ევროპული ყაიდის ფართომასშტაბიანი აქციების მართვის წესეს ნამდვილად არ შეესაბამება. ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. დაგიმოვდები ხალხთან, მაგრამ ბატონ ნიკასთან მინდა გადავიდე შეკითხვით. ამ დღეებში ძალიან ბევრი საუბარია, რაც დაკარგავს საქართველოს რიგითი მოქალაქე ევროპასთან არა მარტო უვიზო მიმოსვლის შეჩერებით, ნაკლები საუბარია, რომ ეს პაკეტი იქნება განხილული ასოცირების ხელშეკრულებას კითხვის ნიშნის ქვეშ კი არ დადგება. გვითხრეს რომ მაგასაც გაგიყინავთო, რაც ავტომატურად ნიშნავს ქართული ბიზნესისთვის, ქართული საფინანსო სისტემისთვის, მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის მნიშვნელოვნად შეზღუდვას განვითარების პერსპექტივის ძლივს უკვე შექმნილი ბრენდების ევროპულ ბაზარზე დამაგრების და ასე შემდეგ. რას დაკარგავს ქართველი წარმოებელი ინტერპრენერი და მის საწარმოებში დასაქმებული ადამიანები თორშტები 500 მილიონიანი მსოფლიოს ყველაზე მაღალმსყიდველობით უნარიანი ბაზარზე წვდომის შეზღუდვით, იმიტომ რომ ეს პოლიტიკასთან და პოლიტიკური პროცესთან, ქვეყნის სტატუსთან არის დაკავშირებული. მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის და თქვენივე კითხვაში გავეცით პასუხი, რომ 500 მილიონიანი, თითქმის 500 მილიონიანი კარგად ჩამოყალიბებული, კარგად სტრუქტურირებული ბაზარია, სადაც ძალიან ნათელია თამაშის წესები. ყოველი თამაშის შესვლა კარგია და სასარგებლოა იმისთვის, ვინც იცის თამაშის წესები როგორ უნდა ითამაშოს. რაც ჩვენი ენტერპრენერებისთვის, წარმოებლებისთვის თუ რაღაცა დოვლათის შემქმნელისთვის არის გასაგები, ძალიან ადეკვატური რომ რა უნდა გავაკეთო მე რომ ჩემი შექმნილი რაღაც პროდუქტმა ღირსეული ბაზარი იპოვოს და ღირსეულ დახზე მოხვდეს. აბსოლუტურად გარკვევით არის ეს ნათქვამი და თუ ჩვენ რამეს ვქმნით აქ და შეგვიძლია და გვაქვს პოტენციალი შექმნის, შეგვიძლია ამ ბაზარზე გავიტანოთ პირდაპირ და ირიბად. ირიბად ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენი სტრატეგიული შეთანხმებებით, ღრმა და ყოველწლიური ვაჭრობის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით DCFTA-ით, სხვადასხვა ასოცირების წევრობით მარტო ის და ასოცირება გვაძლევს იმ უფლებას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ისარგებლონ ყველა
იმ სარგებელით, რითიც სარგებლობს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ანუ ისეთი რაც მათ შორის ეს არის განათლება, ჯანდაცვა, კვლევა, რა თქმა უნდა. მათ შორის იმ უთანამშრომლე ქვეყნებთან თანამშრომლობის პერსპექტივით და დაინტერესებით, როგორც არაბეთის ყურის ქვეყნებია, სხვა მიმართულება იყო. ჩვენ იმას მიმართულებას ხელი კი არ უნდა ვკრავთ, მაგრამ იმათ ჩვენ იმიტომ ვაინტერესებდით, რომ აქ სამხრეთ კავკასიაში პატარა ევროპა იყო აქამდე ყოველ შემთხვევაში საქართველოს სახით თავისი საკადრისხადო მოწყობით ინსტიტუციონალური დაახლოებით ევროპასთან ჰარმონიზაციით და რაც რაც თქვენ ახლა ამბობთ, გასასვლელით ევროპულ ბაზარზე, ეს ყველაფერი გაჩერდება. ანუ იმ არაბეთისთვისაც კი მომხიბლელობას, აღმოსავლეთ აზიისთვის და ასე შემდეგ მომხიბლელობას დავკარგავთ ამ კლინიკით, ხო? ეს ძალიან ცნობილი ესეთი ფრაზაა, ხო, ეს ძველი ფილოსოფოსის მომეცით ბერკეტი და მე დედამიწას ამოვაღერა. საქართველოს გააჩნდა ეს ბერკეტი, ეს წერტილი ბერკეტის, სადაც დასადგმელი იყო და ჩვენ გვაქვს ჯერ კიდევ თეორიულად მაინც კონკურენტული უპირატესობა გამომდინარე ამ სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის, ჩვენი რეგიონისთვის, მაგალითად ესეთი დიდი პროექტი, რომელშიც საქართველოს ასოცირების წევრობიდან გამომდინარე ხელი მიუწვდება და თანამედროვე სამყაროში ყველაზე მთავარი აქტივი და ყველაზე მთავარი საჭიროება, რაც არის ეს განათლებასთან დამოკიდებული ჰორიზონტ ევროპის პროექტი, რომელიც 98 მილიარდი ევროს ბიუჯეტია და გაწერილია და აქ სრულყოფილად შეგვიძლია ჩვენ მონაწილეობა მივიღოთ და ეს რას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია აქედან ჩვენმა ქართულმა მეცნიერებმა დააფინანსონ ისეთი უნიკალური კვლევა და ძიება და ინოვაცია, რომელიც თანამედროვე სამყაროს განვითარების, ციფრული სამყაროს განვითარების ავანგარდშია ზუსტად. ჩვენ ამ ნაწილში არ დავასრულო, ამ ნაწილში უპირატესობა გვაქვს როგორც ასოცირებული წევრი ქვეყანას და სამწუხაროდ ამ ფუნქციას არ ვიყენებთ 2016 წელს გვაქვს ამ პროექტში ჩვენ შესრულები ვარ და მას მერე ეს ბიუჯეტი გაიზარდა, მაგრამ ჩვენი გეოგრაფიით ამას იყენებდნენ ჩვენი მეზობლები აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან კვლევარები, მაგრამ ეს იმდენად ჩაკეტილი სისტემაა, რომ მაინც არაპირდაპირ სარგებელი ჩვენ მოგდიოდა, იმიტომ რომ მათ ვალდებულება აქვს, რომ იმ კვლევის და იმ რაღაც მატერიალური გარღვევის შემდეგ უნდა დაინერგოს ეს ასოცირებულ ქვეყანაში, საქართველოში და გვინდა არ გვინდოდა ეს კვლევარები ისევ ბენეფიტს აძლევდნენ ამ ქვეყანას, ამ გარემოს. ძალიან მარტივი ჩვენ ახლა გადახედვაზეც არის საუბარი. ეს ყველაფერი ავტომატურად ერთ პაკეტში სწორედ აქ მაქვს ახლა შეკითხვა იმისთვის, რომ მასშტაბი დავინახოთ საერთოდ რა ხდება ჩვენს თავს. ხო, აი უვიზო მიმოსვლა ვახსენეთ, რაღაც სხვა კომპონენტები ვახსენეთ. ჩვენ 3 ათეული წელია მივდივართ აი ამ ჰარმონიზაციის გზით. ავად თუ კარგად, ყველა სფეროს მოიცავს ეს ყველაფერი. ახლა ჩვენ ხედავთ, რომ ეს თლიანად გადაიჭრება. აქ ლაპარაკი არ არის მარტო იმაზე, რომ უვიზოთ ვერ ვივლით სადღაც. ყველაზე პრობლემა არის, რომ ვიღაცები შოპინგზე ვეღარ ივიან. ყველა სფეროს ეხება. ესე იგი, გამოდის, რომ ცივილიზაციულად ვწყდებით. არა მხოლოდ რაღაც ტექნიკური თვალსაზრისით, არამედ კანონმდებლობა იქნება ეს, ეკონომიკური მიმართულება, ჰუმანიტარული მიმართულება, ყველა მიმართულებით ქვეყანა ჩაიჭრება ცივილიზებული სამყაროსგან. არის თუ არა ეს მართლაც ასე, როგორც ახლა მე ვუყურებ ამას და აი ამ მასშტაბზე გვაქვს თუ არა მართლაც საუბარი. ეს ამას აღარ ჭირდება უკვე რაღაცა დიდი უმაღლესი მათემატიკის ფორმულების ზეპირად ვიცოდეთ და რაღაც ლაუაზის კანონიც აღმოხსნათ. ანუ ეს ყველაფერი იყო იმ განაცხადებაში, იმ უმაღლესი მმართველებისგან ევროკავშირის და ევროპარლამენტის, რომელსაც თამუნას კოლეგები არიან და თამუნა უკეთესად ხსნიდა ამ ყველაფერს, რომელმაც მარტივად და გასაგებ ენაზე გვითხრა, დაგვიმართლეს და გვითხრეს ეს ყველაფერი, რომ ეს ყველაფერი არის ამ პაკეტის ნაწილი. თქვენ თუ არ გინდათ და თან პლუს გარდა იმისა, რომ სახელმწიფოებრივ დონეზე და სახელმწიფოებრივ ენაზე მიდის რაღაცა უსასრულო და დაუსაბუთებელი ბრალდებები პიროვნულ ფაქტორში, პიროვნულ ემაშიც ერთ-ერთზე დიალოგშიც ესე მიდის და ის ადამიანები არიან იქ უმაღლესი თანამდებობის პრები და 450 მილიონი ამომრჩევლიდან აირჩიეს ის ადამიანები და პირდაპირ შეურაცხყოფას აღებენ და თავის პოლიტიკურ კარიერასაც უფრთხილდებიან და აი ესეც უნდა
გავითვალისწინოთ. ხო ესე არ ხდება რომ ვიღაცამ ქართულად რაღაცა ჰაიჰარალო თქვა და იქ ვიღაცა გაატარებს. არა, ეს ყველაფერი ითარგმნება თანამედროვე ტექნოლოგიების ერაში ვცხოვრობ და ვიცით. და თქვენ კითხვას უფრო ზუსტად დაუსვათ, დიახ, ეს ასე არის და მეცაც ვიტყვით. იმიტომ ჩვენ რომ მოვწყდებით აი ამ ცივილურ სამყაროს, ვინ გვჭება პარტნიორად. ავტომატურად ას ბატონმა გიორგი მახსოვნა რომ ჩვენ ის მცირე კონკურენტული უპირატესობა იკარგება რომ რაღაცა ბერკეტის საყრდენის ადგილი ვიყავით რომ ჩვენი გავლით გასულიყვნენ დიდ ბაზრებზე, იმიტომ ევროკავშირთან ამბიციის დამატებითი ღირებულების პროდუქცია აქ ვეღარაფერს ვერ შეგვიძლია. ჩვენ რასაც ქმნიდით რომ შეგვექნა, მაგრამ თაფლი და ხშირად გვესმოდა, ხო? აი თაფლი რომ გავიდეს, ხო, იქ იყო პირი აქეთ აფინანსებდა ევროკავშირი ლაბორატორიას, აფინანსებდა ტრენინგებს, როგორი პროდუქტია შექმნილიყო. ეს კარგი მარტო იმიტომ კი არ იყო რომ ვიღაც მე თუ რაღაც თაფლს ვაწარმოებ, შემიძლია ევროპის ბაზარზე გავიტანო. არამედ ეს იყო კარგი, იმიტომ რომ საქართველოშიც გვწოდნოდა რომ სწორად ნაწარმოები ტექნოლოგიურად გამართული პროდუქტი მიგვეღო რომ არ დავიწამოთ ჩვენ. და ელემენტარულ რაღაცას ვიღებთ. ჩემს სალო არ ჭირდება ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყავით, მაგრამ მაყურებლისთვის რომ დამატებით თქვა, აი მაგალითად მოცვის წარმოებაც კი რომელიც ასეთ პოპულარული გახდა საქართველოში, მასზე კალთის ყურის ქვეყნებს ბაზრებზე ცნობადობა და უზარმაზარ ქსელებში შესulis ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი ისიც იყო, რომ მაგ ევროკავშირის სტანდარტები დაიწყეს ქართულმა მეწარმეებმა და ევროკავშირი დებდა ამ აი ეს დახმარებებში, რომ ამ ხარისხისთვის მიგვეწხცია. იგივე ეხება სხვა შორის ნებისმიერ მიმართულებას, იგივე რუსეთზე რო ვაქვთ ახლა მთელი ამბავი რუსეთის ბაზარი და რაღაცა. ნუ ჯერ ერთი ანაბანა არ უნდა იცოდეს საერთოდ ეკონომიკის და ვერ ადარებდა ეკონომიკების მასშტაბს, მაგრამ ბიზნესმენმა და ადამიანმა, ვინც ბიზნესი იცის, ის არ ანგარიშობს მარტო პროდუქციის გარკვეულ ღირებულებასთან, ის რისკებსაც ანგარიშობს. ეს არის ერთი მთავარი პრობლემა. უნდა ჩამიგდას არაერთხელ ჩაუკეტოს. დიდი განსხვავება ის არის, რომ ადრე წარმოიდგინეთ როგორი იყო, რომ 1.5 კონიაკი ჩადიოდა ის ვიღაცა, ჩვენი საზოგადოების ძველი ესეკონი წევრი და ამით შემდეგ აკეთებდა ძალიან დიდ პროექტს და მოქონოდა რაღაც. ახლაც იგივეს აკეთებს ერთნაცვლად საქართველოს 1.5 კონიაკის ნაცვლად ერთი ნაჭერი საქართველოს ინტერესებით ჩადის და ვაჭრობს ხოლმე. ასია რო გადავხედოთ სტრუქტურასაც ახლა რაც გადის იქან რაც ხდება, ხო? საქართველოს ინტერესების სანაცვლოდ მონოპოლიზებული არხებზე კეთდება ეს ფული და ეს არის უბედურება და ამიტომ რომ ეს ხალხი კი არ წუხდება დიდად იმით რაც ახლა ხდება, არამედ ეს ერთი მცირე ჯგუფი არის პირიქით დაინტერესებული რომ აქ მართლმსაჯულება თავისუფალი არ იყოს, კონკურენცია ხელოვნურად იზღუდებოდეს, ანუ რუსული ტიპის მოდელის ეკონომიკა ყალიბდებოდეს. ეგ არის უბედურება. თამართან მქონდა ერთი შეკითხვა ფულს. აი ზუსტად მაგას ვახოს და შენს სიტყვას გამოვეხმაურები, უბრალოდ მე მახსოვს აღმოსავლეთ პარტნიორობის ზეიმი, როცა შეიქმნა აღმოსავლეთ პარტნიორობა, სამეზობლო პოლიტიკი და როცა გადავედით აღმოსავლეთ პარტნიორობაში, რატო ვყვები ამას? ეს იყო ძალიან გრძელი გზა. არაერთმა თაობამ გაიარა ეს გზა, არაერთმა საჯარო მოხელემ წლები დახარჯა ამაში, რომ ეს უცებ არ მოსულა. იგივე ასოცირების შეთანხმება, ხო, რას გულისხმობს ასოცირების შეთანხმება, რომ ჩვენ ვასოცირდეთ ევროპასთან, დავუახლოვდეთ ყველაფერში. მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ აი მაწონს რომ ვყიდულობ და რომ ვიცით ის რძის ფხვილისგან არის გაკეთებული თუ რძისგან, ესეც ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ასოცირების შეთანხმების, რომ ჩვენ რა ვჭამთ, ვიცოდეთ. კი არ ანუ ცუდი და კარგი ორივეს ეწეროს რა არის და მე როგორც მოქალაქეს ყოფილიყავი ინფორმირებული არჩევანის ელოდა და რატომ აი ზუსტად აქ მივდიოდი და ჩვენ ჩვენ უხდით გიორგი შენ შვილზე მე შვილზე თქვენ შვილებზე რას ვაჭმევთ რო არ ვიცით სხვადასხვა ის რო ეს აღმოჩნდა სწორედ იმ საერთაშორისო კომპანიებისა და ლაბორატორიების და ევროკავშირის სტანდარტების დამსახურება იყო რომლის გამოც აღმოაჩინეს ეს და არ მიიღეს რომ ჩვენ ეს ყველაფერი არ გვჭირდება ჩვენ ისედაც ძვირადღირებულ პროდუქტს ვიყიდით მოპარული ფულით ეს თქვენ და თქვენი შვილები ვერ გაარკვევთ რა სჭამთ ვერ ნახავთ სამართალს ვერანაირი სიკეთით ვერ ისარგებლებ ოღონდ მე ვიქნები კარგად მაგრამ ეს აღარ გამოდის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ ხალხისგან გაწმენდა რომელიც ამაზე მუშაობდა და ყველა სამინისტროს ახლა მაგითო გაწმენდა ზუსტად ეგ იყო კრიტერიუმი ეგ იყო კრიტერიუმი ამიტომაც გააუქმეს ევროპის დეპარტამენტს და ასე შემდეგ ერთი კონკრეტული კითხვა მაქვს აი ჩვენ რაღაც იზოლირებულ სივრცეში ვცდილობთ რომ არ ვიყოთ და ვადევნებთ თვალს სახელმწიფო რუსულ პროპაგანდაც რუსულ ენოვას არა ქართულ ენოვას უბრალოდ რუსული
ასე ვთქვათ, პატერნებით სავსეს და ერთ-ერთი მთავარი რაც არის, რაც აი ბევრჯერ გვინახავს, ვისაც ჯერნეროები ყოფნის და ენაიცის და უყურებს რუსული პროპაგანდისტული არხებისგან, რომ ევროპა ღარიბდება, რომ ამერიკა აიძულებს რომ შეერაღდეს და ევროპა ღარიბდება, სხვა შორის კობახიძის ბოლო განცხადებაში მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ამაზე საუბარს. ესეც ირიბად შეფარვით არის აი ამ ქართული ხალხის დაწყნარება, რომ ის ევროპა ისეთივე მდიდარი აღარ არის, ღარიბდება იქაურობა და ამიტომ ეს კეთილდღეობისკენ სწრაფვა იქით ნუ გაქვთ, იმიტომ რომ ისინი ღარიბდებიან. მართლა მაინტერესებს ხო? ამაში კრემლის სახელმწიფო ძალები კოპირებული, არაფერი არ გენერირებს. შეიძლება რომ დაენანება ხოლმე აფეთისგან გაყოფა, ეგრე მეუბნება ხოლმე უგემური. ეს და დაახლოებით არ დაგხვეწ კონკრეტული შემდეგში მდგომარეობს. ფაქტია, რომ საბედნიეროდ ამ შემთხვევაში ტრამპის ზეწოლის და პუტინის ბულემიის და არაადეკვატურობის შედეგად ევროპამ გამოიღვიძა. აი ამ რუსული გაზით გაგუდული მდგომარეობიდან გამოვიდა როგორც იქნა, ხო? და სხვა შორის ეს ბოლო პაკეტი რაც არის უკვე ჩრდილოეთ ორივე ნაკადის აკრძალვა და ასე შემდეგ და მოუწია სამხედრო ხარჯების გაზრდა. აი ჩვენს მაყურებელს რო განვმარტოთ. ესე არ ხდება, ხო? რესურსი არის ერთი და იქნა რაღაცას უნდა მოაკლოს და ასე შემდეგ. ამ ფონზე 190 მილიარდს რო პოულობს კიდე ევროპა კანდიდატი ქვეყნების დასახმარებლად. რის ხარჯზე ხდება ეს, რომ თვითონ შიმშილობას იწყებს თუ რის შედეგად? ეს 190 მილიარდი შემთხვევით არ ახსენე ხალხო, მაყურებელმა მინდა რომ იცოდეს. 190 მილიარდი გამოიყო მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტია შემოსული ევროპის პარლამენტში, სადაც ლაპარაკია რა კანდიდატ ქვეყანი რამდენი ვართ ახლა სულ. ჯერჯერობით ჩვენ მოლდოვა და უკრაინა. ჯერჯერობით ჩვენ. გასაგებია რომ ძირითადი წილი უკრაინას და მის აღმოსავლეთის ამის 1% მაინც რო წარმოვიდგინოთ წელიწადში საქართველოში და ერთზე არ არის აქ ლაპარაკი. რამხელა კონკრეტულ რესურსს და თანხას კარგავს. მაგრამ შეიძლება ეს სამეულის ამ ნაწილშიც დაიშალოს, ხო? ისინი უკვე მოლაპარაკების ეტაპზეა ჩვენ კანდიდატი. ხო, არა, სხვა ქვეყნებიც არიან უბრალოდ ამ წილის ფასაც ეკუთვნის ხო ამას. დიახ, მაგრამ ჩვენ აი ამ დისკუსიას რო დავამატეს, ჩვენ ძალიან ბევრ ამ ქვეყანაზე წინ ვიყავით ტექნიკური მხრით. ანუ ეხლა იმით დავიწყებ მოკლედ რომ გიპასუხოთ, რომ ევროკავშირი გარდა იმისა, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობა შექმნა და შემდეგ ასოცირების შეთანხმებები დაუდო იმ ქვეყნებს, რომელსაც ვერ პირდებოდა წევრობას მალევე, შემდეგ შეიცვალა ევროკავშირი, ეს უკრაინის მსხვილმასშტაბიანმა ომმა შექმნა ის, რომ ევროკავშირი უკვე გეოსტრატეგიულად აზროვნებს. არა მარტო გამოიღვიძა, არამედ კავშირი აღარ არის მხოლოდ ეკონომიური. ყველა ევროკავშირის მოაზროვნე თუ პოლიტიკოსი დიდი ევროკავშირს უყურებს როგორც გეოსტრატეგიულ კავშირს. და ეს არის უნიკალური შანსი, არა მარტო იმიტომ, რომ უკვე აღარ აქვს შიში ევროპის მოქალაქეებს, რომ წარმოიდგინონ დიდი უკრაინა ევროკავშირის წევრად, რომ იციან უკვე რომ აღარ გაღარიბდებიან უკრაინა თუ ევროკავშირის წევრი გახდება. საშუალებას რომ გაძლიერდეს სხვა ძლიერებული 1 მილიონიანი არმიის დახმარების მეშვეობით ევროპის უსაფრთხოების დასაცავად. აქ უკვე პატარა საქართველო, რომელიც იყო ძალიან ესე საყვარელი ქვეყანა ამ ევროპელებისთვის, აღარაფერი არ არის ევროკავშირმა აიწოვოს, გააძლიეროს, თავის სტანდარტებზე დააყენოს და მიიღოს უკრაინაზე გაცილებით მალე, იმიტომ რომ უკრაინას ომის გარდა ისედაც ძალიან დიდი ქვეყანა იყო და ძალიან აგრარული, რომელსაც დაჭირდებოდა გაცილებით უფრო მეტი დრო სტანდარტების დონეზე, ის ასულიყო ევროკავშირის წევრი გამხდარიყო, ვიდრე ჩვენ საქართველოს ან პატარა მოლდოვა. ხა ამას რო თავი დავანებოთ, ჩვენ ბევრი ბალკანის ქვეყნებზე წინ ვიყავით ტექნიკურად, მაგრამ ანუ ეს უნიკალური შანსია. ეს 190 მილიონი უკრაინას არ ეხება. არის იმ პატარა ქვეყნებისთვის გათვლილი, როგორც ჩვენ ვართ, არ მოლდოვეთი, იმიტომ ჩვენ ახლა გვითხრეს უკვე, რომ ჩვენ არაფერსაც არ მოგცემენ. ჩვენი თანხები წელს უკვე 1.5 მილიარდი წავიდა საქართველოს თანხა მოლდოვეთზე, უკვე გადავიდა ეს მოლდოვეთზე და ჩვენ კარგავთ ამ ყველაფერს. გარდა იმისა, რომ ასოცირების შეთანხმება და თქვათ უვიზო რეჟიმი შეიძლება გადაიხედოს, აი იმ კანდიდატ ქვეყნებს რომ ეხმარებიან ახლა და უამრავი ტექნიკური ექსპერტი ჩადის მოლდოვეთში და ყველა სფეროში ხდება პირდაპირ ბოტოქსის შეშვება იმ სისტემაში და ისე ასე ვთქვათ გაძლიერება. აი ეს ყველაფერი საქართველოს თამარა თქვენ თავად ვეთქვით, ანუ
ის კანდიდატი ქვეყნები, რომლებიც ასევე ამ თანხას ელოდებიან, ხო? გაცრავად, მაგრამ ამ თანხას აძლევენ იმ შემთხვევაში, თუ კი სტანდარტები აწიეს, ხო? აი საქართველოს აძლევ, თქვათ, აი რატომ არ გვაძლევენ ამ თანხას და რატომ შეიძლება შეგვიწყდეს უვიზო მიმოსვლა. ესე იგი, საქართველოზე თვალს ხუჭავ. კი. რუსეთს ჩააბარა კაცმა ქვეყანა და მაშინ მე როგორი სტანდარტით უნდა მომიდგე, მაშინ მეც იმავეს გავაკეთებ კანდიდატის სტატუსი სხვა ვისაც აქვს სხვა ქვეყნები. ამიტომ ვიღაცას თუ გონია აი ამ ეს სად ეს პროპაგანდა და სად რეალობა, რასაც ახლა ხსნის ხო ჩვენი სტუმარი. ანუ შენ კი არ გსჯის, არამედ შენ უბრალოდ ვერ მოგიდგება სხვა სტანდარტით, შეუძლებელია და ამას ფული უნდა მოაყოლოს. თან რომ შენ აგიმაღლდეს ეს სტანდარტი. ჩვენი დღეს რომ ბიზნესა დაждდეს და 300 მილიონი მოთხოვოს ვიმას ამ ბორელს ამ რაღაცას ამ სტანდარტით ვინ დაიჭეს ამასთან საქმეს? ვის თავის ხალხს ესე ექცევა რა, ეხლა როგორც ბიზნესა ექცევა, ვინ დაიჭერს მაგასთან საქმეს, ვინ დაელაპარაკება ფულზე? შენ მიცემდი ეხლა ფულ ბიზნესს. არა, მიშკითხეს უკვე ოფიციალურად უკვე სანამ ბიზნესა და ეს თავრობა ჩვენ მინიმალურ კონტაქტებს ხათაშორის აი ეს ისემენ ფულს მარტივად დროულად ეკნა დეგამდე ევროპელებს უკეთეს იქნება. ესე იგი ის ტვიტი, რომელიც გუშინ უცებ გამოჩნდა ევროპარლამენტის გვერდზე, ხო მოკლე ლაკონური გასაგები, რომ დამთავრებულია სანამ არის ასეთი ავტორიტარული რეჟიმი, ხო? ჩვენ არ ვცნობთ საქართველოს თავრობას, ხო? ხელისუფლებას. ეს რა ტიპის განაცხადი იყო, ასე უცაბედი და შაბათ დღესთან რაღაცა უცნაური აქამდე ჩვენი ევროპარლამენტის კი, მაგრამ თქვენ თუ ამ ევროპარლამენტის Twitter-ზე შევხვდით, ნახავთ, რომ იმავე დღეს დადეს მონტენეგროზე, ალბანეთზე და იქ არის მილოცვა, იმიტომ რომ თქვენი როგორც კანდიდატის წინ ცვლა თუ რეფორმები დადებით შევაფასეთ. საქართველოს არის ძალიან უარყოფითი, ერთადერთი ქვეყანა საშინლად უარყოფითი მოხსენება დაიწერა და კენჭი ეყარა და ეს ნიშნავს, რომ ამ მოხსენებაში ეს სამი ფრაზა, რომელიც თქვენ ახლა ნახეთ, როგორც მოკლე შეჯამება ამ თვიტის, ეს არის მთავარი არსი იმ დიდი მოხსენების, რასაც ყველა არ წაიკითხავს, ამიტომ ევროპარლამენტის პრეს რილიზი ესე კეთდება, ამოიღებენ მთავარ გზავნილებს, იმას დასვავენ თვიტში და შემდეგ დაურთავენ იმ ლინკს, სადაც მთლიანად მთელი ტექსტი შეიძლება ის რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაცია, ეს არის უკვე ფაქტი. ევროკავშირისთვის. კი, ევროპარლამენტმა ეს თქვა თებერვლის რეზოლუციაშიც, სხვა რეზოლუციებში თქვეს, ნათლად თქვეს, რომ ოქტომბრის არჩევნები იყო გაყალბებული და არ აღიარებდნენ ამ არჩევნების მიერ შექმნილ პარლამენტს თუ მთავრობას, ეს თქვეს, მაგრამ ეს იყო რეზოლუცია, ეხლა ეს იურიდიულად რო გამომარტავ თუ საკანონმდებლო მხრივ რეზოლუცია, რომელიც არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ეს მოხსენება. ეხლა ეს მოხსენება, როგორც საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის შეფასება, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის უკვე საკანონმდებლო დოკუმენტი. ის პოზიცია იყო, ასე ვთქვათ, აი ევროპარლამენტის პოზიცია. ეს არის შეფასება რა ხდება. ეს არის უკვე საკანონმდებლო დოკუმენტი, იმიტომ რომ ჯერ დაწერა ევროკომისიამ, როგორი ცუდი კანონმდებლობა მიიღო საქართველოს, როგორ რეპრესიებში გადავიდა, შემდეგ ეს შეაფასა ევროპარლამენტმა და კენჭი უყარა ძალიან ფართო უმრავლესობით 490 დეპუტატი იყო მომხრე. ამიტომ ეს ნიშნავს, რომ ეს არის საბოლოო ბეჭდის დასმა, ეს არის ასე ვთქვათ, იმ პოზიციების, რაც აქამდე პოლიტიკურ პოზიციად იყო შეფასებული, დღეს უკვე საკანონმდებლო დოკუმენტშია ჩაწერილი. თამარა, მიცით რა მინდა გითხოთ, ხშირად გვეუბნებოდნენ, რომ აი კანდიდატის სტატუსის რუსები ძირითადად არაფერს ნიშნავს, რომ არიან ქვეყნები, ვისაც აქვს კანდიდატის სტატუსი, წინ ვერ მიდიან. მაგალითისთვის მინდა ეს წეღანს შემთხვევით არ ვახსენე სამეული, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ ძალიან რეალური გახდა ამ კონკრეტულად სამი ქვეყნის ძალიან სწრაფი ადაპტაციის შესაძლებლობა ევროკავშირში. გითხრეს წელიც 2030 შემდგომი გაფართოების წელი, ასე ახლოს ევროკავშირი არასდროს ყოფილა საქართველოსთან, რომ გავიხსენოთ წინა ევროკომისრების განცხადებები, პირველი რასაც ამბობდნენ, მომდევნო 5 წელი არ იქნება გაფართოებაო, ხო? ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩვენ გითხრეს, რომ თქვენ თუ გააკეთებთ ელემენტარულს დემოკრატიის გზაზე გამოვყვებით, რეფორმების გზაზე, 2030 წელს თქვენ გაქვთ შანსი გახდეთ ევროკავშირის წევრები. ჩვენ კანდიდატის სტატუსი გვაქვს ჯერჯერობით, ამ სიტყვას შემთხვევით არ ვიყენებ, იმიტომ რომ ყველა სიკეთის გადახედვაზეა საუბარი სამწუხაროდ და უკრაინას და მოლდოვას აქვს გასნილი მოლაპარაკებები.
რეჟიმის ცვლილების შემთხვევაში და რეჟიმი ევროკომისარმა გამოიყენა ეს სიტყვა უკვე ივანიშვილის შეფასებისას, რეჟიმის შეფასებისას, რამდენად შესაძლებელია 2030 წელს დავეწიოთ ჩვენ ამ მატარებელს, ჰერჩინსკიმაც ახსენა სხვა შორის თავის დროზე ეს მატარებელი, ორივე საზრი მაინტერესებს ამ თემას. ძალიან ხო, მე მგონია რომ რეჟიმის ცვლილების შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად დავეწევით, იმიტომ რომ ის თქვათ უკრაინას სხვა ძალიან დიდი გამოწვევები ექნება იმ ომის გამო და ყველა რაც ამას მოსდევს, ჩვენ შეგვიძლია დავეწევთ, მაგრამ თუ ჩვენ ეს ასოციაციის შეთანხმება, რომელზეც სერიოზულად მიდის ახლა საუბარი და მსჯელობა იქ ვიცი და უვიზო და ასე თქვათ მთელი ეს სიკეთეები თავისუფალი ვაჭრობის შეგვიჩერეს, შემდეგ უკვე ნამდვილად ძალიან ცუდად მესახება რატომ იცით რომ შემდეგ უკვე აი ეს გავსი შეთანხმებები რომ დაიდოს აქ უნდა 27 ქვეყანა თანახმა იყოს ყველა ქვეყნის პარლამენტი ნაციონალური პარლამენტი ამაზე მსჯელობს ამის რატიფიცირებას ახდენს და ეხლა მაგალითად უვიზო უკან მისცენ ქვეყანას ისეთ იმიგრაციის პირობებში რაც ევროკავშირშია ძალიან რთული არის რომ მოსახლეობები მიიყვანონ იქამდე რომ აი კიდე უვიზო ამიტომ არ უნდა დაიკარგოს რა ვიცი მე ესე მგონია რომ ჩვენი შანსი იქნება ეს არის უდიდესი მონაპოვარი ეს ასოციაციის შეთანხმება იყო როგორც ნიკამ კარგად ახსნა მთლიანად ყველაფრით თავისუფლებელი ვაჭრობის და უვიზო რეჟიმით საქართველოს ევროკავშირთან უკვე მიახლოება ისე რომ გაწევრიანება იყო უფრო ადვილი დღესაც ადვილი იქნება მაგრამ თუ ეს ყველაფერი ჩვენ დავკარგეთ მე როგორი ევროპული რეჟიმიც არ უნდა მოვიდეს ჩვენზე აღარ იქნება ბევრი რამ დამოკიდებული იქნება როგორ განვითარდება დიდი გეოპოლიტიკური ტალღებია და მაგას ვერ ჩვენ მართავდა ზოგიერთ შემთხვევაში ვერც ევროპა ისევ თქვენთან მაქვს ასეთი სოფოს ამ შეკითხვას თუ რამეს დავამატებდი და კონკრეტული შეკითხვა მაქვს კი არა მთლიანად თვითონხმები და ვიზიართ წეგანას თქვით ანუ ძალიან მარტივად რომ აუხსნათ ჩვენს მაყურებელს ძალიან გასაგებ ხალხურ ენაზე ანუ რას ნიშნავს ეს უვიზო რეჟიმი და მიმოსვლა ხო ჩვენ რაღაც 3.5 მილიონი 500 მილიონიან ქვეყნებთან ერთობლიობასთან იმათმა მოგვცეს თავისი საკუთარი სახლის სამზარეულოს საძინებლის საკუჭრაოს გასაღები და აშინ გასაღები და შემოდი რომ მოხვალ უბრალოდ ფეხზე გაიხადე და ეს სუფთა ახალი შენი ზომის ფეხსაცმელი ჩაიცვი სახში რომ სუფთათია რომ და არ დააბინძურო და უბრალოდ წაიკითხე რაღაცა გზაზე რასაც წერია რომ აი ბავშვს რო ძინავს არ იხმაურო მოხუცი ადამიანი როა ის არ შეაწუხო და თუ რაღაცა დაუვარდ ეგ მიაწოდო მეტი არაფერი და ჩვენ კიდე მივედით ხმაურობთ ყველაფერს კაცი გადაკეთდა და კაცი ქალი ამბავი რაღაცა ნუ არ ვიცი ეგ საწაიკითხეს არ ვიცი მაგრამ ნუ და ანუ თქვენი პროფილის მიხედვით აი ჩემი პროფილის მიხედვით მინდა ზუსტად გავშალოთ ეს ყველაფერი იმიტომ რომ ამ წესებში იყო ზუსტად ის რომ მათ მიგვიღეს ჩვენ საერთაშორისო ეკონომიკურ სავაჭრო ურთიერთობებით მათ მოგვცეს უფლება რომ ჩვენი გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობა გამოვიყენოთ ჩვენ სასარგებლოდ იმისთვის რომ ჩვენი გავლით იმიტომ ჩვენ პატარა ვართ ადამიანური რესურსი გვაკლია დიდი ღირებულებები რომ შევქმნათ დიდი ინდუსტრიული წარმოებები და რაღაცაში მე არის გამოვიყენოთ გონივრულად ჩვენი ინტელექტიდან გამომდინარე ეს შესაძლებლობა რომ დავაკავშიროთ ევროკავშირი თურქეთი მათ შორის თურქეთიც ჩინეთი და სხვა ეს ქვეყნები ჯამში აი ამ თავისუფალი და ყურამა და ყოვლის მომცველი ვაჭრობის შეთანხმებით ჩვენ საშუალება ქონდა 500 მილიონიან ბაზარზე წვდომის კი არა 2.5 მილიარდიან ბაზრების ერთმანეთთან დაკავშირება და ეს მოგცა ეს საშუალება დღემდე გვაქვს ამ აი თეორიული დაშვებაც არ მინდა რომ დაუშვა რომ აი ჩინეთზე რო ეუბნებიან ეს არის გზა სწორედ იმიტომ რომ იგი თუნდაც იგივე ირანზე ახლა ინტერნეტი საიდან შედიოდა ირანში ხო ჩვენ ვიღებდით ინტერნეტს შავი ზღვის კაბელით ძალიან მაღალ ხარისხიან ევროპიდან პირდაპირ მე შემდეგ ჩვენგან მიდიოდა აზერბაიჯანშიც მიდიოდა სომხეთშიც და სომხეთის გავლით ირანში ეს ყველაფერი იყო აი ამ დიდი საერთო კარგად გააზრებული კონტროლის მექანიზმის ნაწილი სადაც საქართველოს ჰქონდა ძალიან დიდი ბერკეტი ამისი როგორც მისი გეოპოლიტიკური ასე ვთქვათ დომინაციის ნაწილში რომელიც ამ ქვეყანამ თავისით დათმო და დაუკარგეთ დიდი ისის უყურეთ კიდევ არის ერთი თემა რომელსაც შეიძლება ისე კარგად ჯერ ვერ უყურებთ ეს უკავშირდება შემოსავლებს ბიუჯეტში და უკავშირდება ეკონომიკის ცალკეული სექტორების ზრდის პერსპექტივას ჯერჯერობით რასაც უყურებთ ყველაფერი სტაგნაციაშია ის რა ეკონომიკური მაჩვენებლებითაც მიმტაცებელი ხელისუფლების რეჟიმი ტრაბახობს არის რაღაცა ციფრები რომელსაც აქვს თავში ნარსი და რომ ნახეთ მე ჩაშლილ მდგომარეობაში
ორ მთავარ რაღაცას დგას. ერთი არის გადმორიცხვები, რომელიც ასევე თითქმის ნიშნის ქვეშ დადგება, იმიტომ რომ მათ უმრავლესობას უბრალოდ აღარ მიცემენ შესაძლებლობას, თუნდაც სეზონური ან სხვა ტიპის სამუშაოებით გამოიმუშავონ ეს თანხები ევროკავშირის ტერიტორიაზე გადმორიცხონ, ეს ერთი. და მეორე ეს არის IT ტექნოლოგიებსა და აი ამ სფეროში უზარმაზარი ზრდა, ანუ რეალურად სადაც კი ზრდა გქონდა, მე რაც ვნახე, არ ვარ მაგის სპეციალისტი, բայց ციფრებს რაც შევხედე, ბოლო 2 წლის განმავლობაში არის ზუსტად ეს სექტორი. თანარჩენი ხა корпуსი ჩავდგე, ავაშენე, გავყიდე, ეგ ამბავი, ეგ ბიზნეს მეტი ხა ისეთი არაფერი არ უნდა. მაქაც ეგ ზრდა იყო ვის დაყრდნობით. იმ IT საზოგადოების, რომლებიც საქართველოში ზუსტად იმიტომ ჩამოდიოდნენ, რაღაც დაცულობის ხარისხი ჰქონდათ. ბელორუსიაში თავის დროზე მშვენივრად ვითარდებოდა, მაგრამ ის ბელორუსები რატო ზამოვიდნენ აქეთ, რომ რაღაც დაცულობის ელემენტარული ის გაუჩნდა. ეხლა ჩვენ თუ პატარა ბელორუსად ვიქეცით, საიდანაც ნებისმიერ შეიძლება ყურში მოხაჩონ და უკრაინის ფრონტზე საბრძოლოდ წაიყვანო, ეს რაღაცა ისეთ რაღაც ჰიპოთეტიური მათ გონიათ, პერსპექტივა წარმოუდგენიათ ამ ხალხს. ჰიპოთეტურ სიამოვნებაში ეს ძალიან რეალური პერსპექტივა არის თუ რუსეთში ჩარჩში. შევხედოთ ოკუპირებულ ტერიტორიებს, როგორ მიყავთ იქიდან. რა თქმა უნდა, აგერაგავს მაგალითი შენივე ოკუპირებულ ტერიტორიებიდან, რასაც როგორ ეგრეთ წოდებულს დაუბრუნდით. IT სექტორის ამ განვითარების პერსპექტივას რა ელის იმ შემთხვევაში შენ კი არ გინდა წარმოდგენა, მაგრამ რაზეც გაგვაფრთხილეს, სერიოზული ხალხია, სერიოზულად გვითხრეს, ზოგიერთმა როგორ გაიღეს, მე ცალკე განცხადება მოამზადა და ქარდად გამოაქვეყნეს და ჩვენ კიდე გვიჭირს ამის დაჯერება, ნუ თუ ეს ჩვენს თავს ხდება, მოხდარია უკვე. ეს უკვე მოხდარი. რა ელის მაგ შემთხვევაში თუნდაც იმ ერთადერთ მზარდ IT სექტორს. მოდი ჯერ ესე ვთქვათ, რომ ორივე სეგმენტი ავიღოთ კარგად. რემიტენსები, ანუ შემოდინებები თანხების, რომელიც ჩვენი მთლიანში და პროდუქტის 14-დან 15%-ამდე, 16%-ამდე მერყევს, ძალიან დიდი მოცულობა, თითქმის იგივეა, ან ცოტა მეტიც, რაც ტურიზმიდან მქონდა საუკეთესო პერიოდში. ამ შემთხვევაში მესამე მთავარი კომპონენტი ჩვენი ამ მთლიანში და პროდუქტის შევსების ტურიზმია და ტურიზმზე ძალიან მძიმედ აისახება ეს ყველაფერი და მაღაზიები ცალკე შეიძლება მე ვისაუბროთ. არა, ეს ვიზია და ეს ხო ყველაფერი სუბსიდირებულია. თქვენ არ ვიცი, ყველას გონია რომ სუბსიდირებული გვაქვს, მარტო ვიზია არის და ეხლა შვეიცარიული ლუფთანზას ავიახაზების ედელვაისის და რატომაც ყველას ავიწყდება, რომ ყველაფერი ეს სპარსეთის ყურის ფრენები ყველა სუბსიდირებულია აბსოლუტურად. და კვირაში 5 ფრენა რო არის. საჭიროა ამის სუბსიდირება? ერთი ამ წლების მანძილზე არავის კითხვა არ გაუჩნდა, რომ რაღაც აუდიტი ჩატარდეს ამ სუბსიდირება რამდენად კარგად კეთდება და როგორ კეთდება და ხო ასე იმიტომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვაფინანსებთ ამ ყველაფერს და თქვენ აი ცადეთ ოდესმე იაფი ბილეთის ყიდვა თუ გამოგივათ ამისი ყიდვა რეალურად სადეთ იმიტომ მეორე ადამიანისგან გსმენია მაგრამ და სტატისტიკა ავიღოთ აი ამ საერთო რაოდენობა ფრენების რამდენიც არის მაგალითად კვირაში რამდენი ფრენა გააკეთა რომელიმე ბჭყალებში ლოუ-კოსტერმა ავიაკომპანიამ და რამდენმა პროცენტულად რამდენმა ადამიანმა შეძლო იმ რეალური ბენეფიტით ბილეთის ყიდვა ეს არის ძალიან ესეთი ეს არის ძალიან ცნობილი დამუშავებული ასე თქვა სქემა რომელშიც სადაც არის გამჭვირვალობა მათ მუშაობს ყველაზე ნეგატიური მარტივად რომ თქვა თან რემიტენსების ნაწილი ეს არ არის მარტო ჩამორიცხვა საიდანღაც ეს არის იმ ადამიანების ვინც ამ ვიზო რეჟიმით სარგებლობენ 30 თუ 90 დღით რომელიც მიდიან და მოდიან თანხა ჩამოაქვთ ფიზიკურად თანხას ატანენ აქ თავის ნათესავებს აქ ჩამოაქვთ ეს არ არის ეს მარტივი მოცემულობა და ძალიან დიდი თანხაა მილიარდებზე არის მარტო ეს ნაწილი მეორე ნაწილში რაც თქვენ თქვით კიდევ ამ რემიტენსების გარდა IT სექტორი IT სექტორის სტატისტიკა არის მთლიანად ფაბრიცირებული ფაბრიკაციის ნაწილი იმიტომ რომ მოდით ვინ ქმნის ამ დოლარს და ვინ სარგებლობს ამ მომსახურებით ეს არის თავარი შემქმნელი ამ დოლარის და ინტელექტუალური დოლარის ეს არის საბანკო სექტორი და ვიცით ჩვენ რომ ორი უმსხვილესი საბანკო ინსტიტუტი აქვს საერთაშორისო რომელსაც რაღაცა 300-დან რაღაც 500-მდე ადამიანი ყავს მაღალ კვალიფიციური დასაქმებული ადგილიდან შეიძლება მეტი შეიძლება ვწდები გაიზარდა მას მერე მაგრამ ესენი ქმნიან ამ დოლარს მეორე სექტორი ვინც არის ვინც ესე აქტიურად ქმნიდა საქართველოსთან ვინც მუშაობდა ეს იყო ესეთი მიგრაციაში მყოფი IT სპეციალისტები რომლებიც თითქმის წელზე ნახევარია უკვე აღარ დარჩა საქართველოში მათი უმეტესობა ეს იყო ბელორუსი რუსი უკრაინელები ვინც გავიდნენ აქედან იმიტომ რომ არა მიზან მიმართ
ქართული პოლიტიკა იყო, ხო, მათ არ გაუგზელეს რაღაცა, მათ რაღაცა მოსხოვეს, თუმცა ქუჩაშიც თუ ხვდებით ახლა იმდენივე ადამიანს, რასაც 2 წლის წინ ხვდებოდით. ხო, ანუ ახლა მე არა და ეს სექტორი ყოფილა, მაგრამ რასაც ძალიან გალეულია და ანუ სამწუხაროდ აქ მქონდა მცდელობები მე პირადად ჩემს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად რომ მართლა აბად გვექცია ეს ყველაფერი და უბრალოდ ეს მცდელობები წავიდა. ახსენოთ რომ სოფლის ყველაზე მსხვილი აიდგო MVD-ა, ხო? კი, MVD-ასთან ეს სახელმწიფოების და რომელიც სამხრეთში წავიდა და ძალიან კარგი, იმიტომ რეგიონისთვის კარგი ყავით თავარგებელი და MVD-ას გარდა Apple-თან, Accenture-თან, ანუ Accenture არის უმსხვილესი ღრუბლის, ანუ cloud სერვისების მომწოდებელი ტიპი და ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ნიკა რაღაც კარგად ლაპარაკობდა და თან უნდა მეხმარებოდა ეგ პარტიზანულად, იმიტომ რომ ეკოსისტემა იყო, ამ ასოცირების შეთანხმება იყო და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში ყველაზე წინ იყო საქართველო. და ამიტომ მჭირდებოდა თქვენ ისე რახან წინ ხარ, ესე იგი შენი სისწრაფე რეფორმების გატარების კარგია, შენი რეფორმების გატარების სისწრაფეს ხარს უჭერს ევროკავშირის დაფინანსება და გარანტირებულია ეს ბიუჯეტი დამტკიცებულია ეს 1.5 მილიარდი, რაც იყო ეს იყო დიდი ნაწილი მოდიოდა ამ რეფორმების გატარებაზე, რომ ჩვენ გავხდეთ უფრო მოწესრიგებულები, უფრო კარგად მზაობა ქონოდა. და რა ვთქვა, არ მიეცემა რეჟიმს ვიდრე ეს. და ეს IT სექტორი რო დავამთავროთ კიდევ, აი თავარი რაც არის, ერთ-ერთი მსხვილი შემქმნელი აი ამ IT სერვისების არის ონლაინ კაზინო გემბლინგის ინდუსტრია, რომელიც ნუ რა ვიცი ხა ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ იყო, რაღაც გაუგებრობებით, მაგრამ ჩვენ ნახეთ ამ ბოლო განცხადება აზერბაიჯანის მთავრობის მხრიდან, რომელმაც დაუშვა თქვა, რომ გეგმა გააკეთა, რომ მიხვდა, რომ ეს უფრო ჩtildeოვანი ეკონომიკი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს რეალურად არა ჯანსაღი შეზღუდვები უფრო ჩtildeოვანი ეკონომიკის დასუწყობდა ხელს და ამითიც წაიღო. შესაბამისად ის ლოგიკა, რომ ჩვენ რაღაც სასწაულ კოდინგში და სასწაულ IT ტექნოლოგიებში და არა, იმიტომ თუ დავაკვირდებით ფიზიკურად რისთვის ვქმნით და რა ვქნით. ბანკები ქმნიან თავისთვის და კარგია სტაბილური რაოდენობა, მაგრამ სამხმარებლო დონეზე არ არის და თან მით უმეტეს ისეთ მინიმალურ და როგორ ვთქვათ, ისეთი რაღაცა ელემენტარულ განხილვებში ჩავედით, რომ კაცის ქორწილი და რაღაც გაუგებრობები ვიღაცა მოლაპარაკე თავებისგან, რომ რა IT-ზე და რა მომავალზე გასაუბარი. არ ვიცი. რაღაცა უარ არ არის რომ მოვიწიოთ აქ სალაპარაკოთ, შეიძლება რაღაცა ეზროლოთ. თქვენ რასაც საუბრობთ აი იმ პროპაგანდაში, საერთოდ არანაირი ადგილი არ აქვს. არა, ეხლა თანამედროვე ეკონომიკა არ ვითარდება სხვანაირად. იგივე 5% რომ მოითხოვა და ზიან ეხლა სამხედრო იმას. ავიღოთ 60 წლის წინ განვითარებული ქვეყნების ბიუჯეტი როგორ იყო გადანაწილებული 70-80% მოდიოდა მილიტარისტულ ხარჯებზე, იმიტომ რომ სამყარო იყო ეს მეორე სოფლიო ომის მერე ევროპა ხა რეალურად ხო აღარ შესულა სხვა ომში. ჩვენ რო გვითრევს ეხლა რეალურად ფართო მასშტაბიანი ომი ხო არ ყოფილა. და ამიტომ დიდი ბიუჯეტი, იმიტომ იყო ზუსტად რომ აღარ შესულიყო ამ ომში და მერე რომ დაიწყო უბრალოდ არ შემიძლია ეს ფრაზა არ ვთქვა, აი აბსურდის მეორე ფრონტი ერთი მხრივ და უვიზო მიმოსვლა, ეს როგორ შეიძლება ერთმანეთს მიაბა, ანუ უვიზო მიმოსვლას წაგართმევ თუ მეორე ფრონტს არ გახსნი და მეორე ფრონტს თუ ხსნი, შენ წარმოგიდგენია ნაკადი აქედან უვიზო მიმოსვლით, ანუ ეს საერთოდ აი თავისთავად აბსურდია, მაგრამ არა, როგორ ანუ ქვეყანას უვიზო მიმოსვლა აქვს და ეუბნები რომ შენ ახლა ჩაერთე ომში, რომ რამდენიმე დღეში განადგურდე და ვინც გადარჩება, ყველა გამოიქცეს ამ უვიზოთი ჩემთან. სადაც მიგრაციის პოლიტიკა როგორ თავარი რა არის? რუსეთის ამებს არხებს მეც უყურებს, ანუ რუსეთში ხა მთავარი ბიზნესი არის, ოჯახიდან ვინმე წავიდეს ფრონტის ხაზზე, რომ იმის დაღუპვაში იღებენ უზარმაზარ თანხას. ანუ ჩვენ ვლაპარაკობთ ორ განსხვავებულ, მათ შორის ცივილიზაციურად განსხვავებულ ეკონომიკურ მოდელზე. ერთი მოდელია, რომელიც სიკვდილით ვაჭრობს და სიკვდილით განახინებს ოჯახს, ფულს, გაკეთებინებს ფულს. მეორეა სიცოცხლით ვაჭრობს და სწორია ეს აქცენტი, რაც ბოლოს ნიკამ თქვა, რომ ამ ფულს იმიტომ გახარჯავდა და სხვაგანაც იმიტომ უნდა. ხო არ კითხები, აბა რატო აქტიურობ? თუ რაღაც არ უნდა ჩვენგან, ეგ უნდა რომ კარგად იცხოვრო, რომ კარგად რომ ცხოვრობს ადამიანი, ომს აღარ იწყებ.
იღებს, სიამოვნებას იღებს სამყაროსგან, ცხოვრებისგან, ოჯახით ტკბება, შვილიშვილისგან ურთიერთობით სიამოვნებას იღებს, მისი პერსპექტივის გამო არის უფრო მშვიდა და ასე შემდეგ. ხო, ამაზე იფიქრეთ, ხალხო, ამაზე იფიქრეთ. ეს ელემენტარულია. ფული რა შეკეთება დღეს რუსეთში? ომში დაღუპვაზე. ფულს როგორ აკეთებს ევროპა? ვაჭრობით, განათლებით, მეცნიერების განვითარებით, ტექნოლოგიების შემოტანით, განვითარებით. ანუ სამხარეს ლანა ღოლბერის, ქალბატონი ლანა ღოლბერის დღევანდელი პატარა მარ წერილისა არ იყოს. აქეთ არის სინათლე, იქ არის სიბნელე. საბჭოთა კავშირი იყო სიბნელე, ევროკავშირი და ცივილიზებული სამყარო არის სინათლე. ამიტომ არ უშვებენ შვილებში და ჩელიაბინსკში და ამიტომ უშვებენ ევროპას და ამერიკას. თამაშს უნდა დამატება. ბიუჯეტზე მინდოდა დამატებინა, ხო იყო ეს საკითხი, რომ არის კიდევ აქტიურად, რომ ევროპა ღარიბდება. უბრალოდ ვიტყვი, ძალიან უბრალოდ ვიტყვი, რომ ევროკავშირის ბიუჯეტი არის წევრი ქვეყნების შიდა მთლიანი პროდუქტის 1.13 მიესედი. და ყველა ქვეყანა მეს უნდა ჩადოს. და ეხლა უბრალოდ შემოთავაზება არის ევროკომისიის, რომ ეს უნდა გაიზარდოს 1.25-მდე, ან 26-მდე. უნუი რამხელა დამატებითი ცნეხია, როგორ გაუჭირდება? სასწაული, აი უზომოდ უნდა 30 ტრილიონია აბსოლუტურ ციფრებში. ხო, მაგრამ ბოდიში დამლასად გავაგზავნეს, მაგრამ ჩვენი ბიუჯეტი ხო 36 მილიარდია და ახლა პლუს მინუს, მაგრამ იმ ჰაერში რაც ციფრების ტრიალებს, ანუ ამ კორუფციის და კლეპტოკრატიის არის დაახლოებით 10% არის სტაბილურად, რომელიც იპარება, ხრება. ანუ რაღაც ციფრები ჩამოთვალეს და რომ მიდის საუბარი და თან უკვე ესეთი ადვილია ხო დაინახო ეს ყველაფერი. მარტო ის პორშეები რო დავთვალოთ, რაც იყიდება წელიწადში საქართველოში, არის რაღაც თითქმის 1 მილიარდი ლარის, ხო? ანუ და ლამბორჯინის აქან გავუდეს რაღაც 10-12 მილიარდი ამ GDP-დან არის, ასე ვთქვათ, ისეთი ანგელოზების წილი, ხო, ეს კონიაკის წარმოებაში, ის რაც ოთხდება და იკარგება. ანუ ჩვენი ბიუჯეტიდან ჭყალებში ანგელოზების წილი, კორუფციის წილი არის 10%-ზე მეტი. ანუ და ეს ჩვენ ვედრებით იმ 21-22 ტრილიონი ან იქ დავამატებ, რომ ის რაღაც 0.03% რომ უნდა დაამატონ, ქვეყნები როგორც წესი არაფერს არ დაამატებენ. ანუ ისევ იგივეს გადაიხდიან საერთო ყულაბაში, ანუ 27 ქვეყანა დებს იგივეს, რასაც დებდა 7 წლის წინ და 20 წლის წინ. ეხლა აი ამ 0.13%-ს ევროკავშირი ამოიღებს ახალი ტაქსირებით. ეს ახალი ტაქსირება არის კლიმატთან დაკავშირებულად, რაც დამაბინძურებელი კომპანიები რაღაც ესეთი რაღაცა და კიდევ თამბაქოს, სიგარეტს დატაქსავენ უფრო მეტად კიდევ ეს და აი ეს ორი რაღაც რო შემოიტანეს, ამით გაზარდეს, მიიღეს გაცილებით უფრო რამდენიღაც აღარ მახსოვს 500 მილიარდით მეტი, იქიდან 88 თუ 100 მილიარდი უკრაინის რეკონსტრუქციაზე წავა და დანარჩენ თანხებს კიდევ გადაანაწილებენ საკუთარ შეიარაღებაზე, რომ შექმნან ეს თავდაცვითი სისტემა, ხედავენ რომ მათ გარშემო ეს ავტოკრატიული ალიანსები უფრო მეტი შემტევი ხდებიან და ევროკავშირის ტერიტორიაზე ხდება უკვე სერიოზული შეტევა. არა მარტო ჰიბრიდულად, არამედ ფიზიკურად შეტევები ხდება, ამიტომ ამაში ფული ჩაიდება, მაგრამ აქ უნდა აღნიშნო ძალიან ხაზგასმით, რომ არც ერთი ევროპელი ჯიბეს არაფერი არ დააკლდება პირიქით. ევროპას აქვს ახლა კიდე აი ჰორიზონტის პროგრამას დაამატეს ახალი პროგრამა, სადაც ამერიკიდან ფრუსტრირებულ ახალგაზრდა მეცნიერებს იწვევს ევროპა და ბრიტანეთი ბრექსიტის შემდეგ დაეკარგა და ბრექსიტის დაიმატა და ბრიტანეთი არის კაპიტალ დაბანდება, აი ძალიან დიდი, როცა ტვინები მოდის და ჩინეთიდან შეუძლიათ იქ რო წავიდეთ და ეს დოლარი ევროპელი რიგითი რუსივით არასოდეს გაატარდება. ერთი ცხადი არის იმ ალტერნატივას. მენტალური სხვაობა, გზავრის წერილების აი ჯადოსნური ის რო ქონდა ცდილობა ნების შაქრის კონტროლის. ხო აი ზუსტად იგივე ნაწილში ვართ. აი ევროპასა და რუსეთს შორის როგორც არ უნდა მოაბაყური, რა პროპაგანდა და ტყუილი მართალი ერთმანეთში არ უნდა აურიო, ეს არის 2x2 4 ევროპა არის დიდარი კარგია ძალიან აი რო არ გვახურდეს რუსეთი არის ბნელი აგრესიული რა ვიცი თავისი მოქალაქეების ჩაგვრელი სივრცე ამას შედარება არ გამოდის მოკლედ ამ ორი სივრცის ხომ ერთმანეთთან არ გამოდის და ევროპა დავამატებდი არის უპირველესად არის ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული კავშირია და ის ფაქტი რომ რაღაცა ჩვენ სუვერენიტეტს დავკარგავთ არის ძალიან სასაცილო იმიტომ რომ თუ ჩვენი
სუვერენიტეტი, ჩვენი იდენტობა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი სიმღერა, პოლიფონიური, ყველაფერი შეგვიძლია შევინახოთ მხოლოდ ევროპაში. იმდენად როგორ თქვა რა, აი მაცავე მაგალითს მოვიყვან. ხო ამბობენ რომ საბჭოთა კავშირი და ევროკავშირი და ადარებენ ერთმანეთს რომ აი ბრიუსელიდან მოდის თითქოს დირექტივა როგორც მოსკოვიდან მოდის. მათსავე აი ამავე მაგალითზე ვიტყვი და უნგრეთის შემთხვევაში რა ხდება? აი უნგრეთი რომ სხვა გადაწყვეტილებებს იღებს, ანუ საბჭოთა კავშირის დროს კრემლიდან წამოსულ რომელიმე გადაწყვეტილებას რომელიმე რესპუბლიკა აი პროპაგანდაც არა, რაღაცა კიდევ უფრო სხვა არის, რაღაცა სხვა ფენომენთან გვაქვს უკვე საქმე, აი გათხოვებიდან დაწყებული. რუსეთის განსხვავებით, რომელიც რაღაცას კარნახობს, შენ ზუსტად იმდენი ხმა გაქვს, ანუ ერთი რამე გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, სწორედ მაგას უნგრეთის მაგალითზე, ანუ მათივე მაგალითი. სულ ბოლოს თამარი არ ესე გავუშვათ, რომ არ ვკითხოთ, რომ ხელის ჩამომთქმევი ვინმე დარჩა აი ამ რეჟიმის წარმომადგენლებს ევროპაში. ჩვენ გვახსოვს სოციალ-დემოკრატები და როგორ გარიცხეს ისინი ფაქტობრივად რომ ჩადიან მათ არ ყავთ პოლიტიკური ჯგუფი სადაც მიესწრებათ არ თუ პოლიტიკური ჯგუფი დარჩათ არა ვიცით ვინც და რამდენიმე დეპუტატი არის რომლებსაც აჩვენებს ხოლმე პროპაგანდატი სიხარული იტყვის თამარი რა ჯგუფია ეს რომლებიც მხარს უჭერენ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას და ასე შემდგომ საქართველოს ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ გაძლევენ ხოლმე ყოველთვის ხარს და ახლა სხვა შორის ისინი რეზოლუციაში ითხოვდნენ შევიტანოთ რომ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი არ გავიდა ეს მათი შესწორება მაგრამ ვინ არის ეს ხალხი ვინც თითოეულა კაცი ვინც ხელს ართმევს ანუ ვინც ქართული ოცნების ინტერესს ატარებს ევროპარლამენტში ხო, ну, ცალსახად ევროინსტიტუციებში ხელს რეპუტაციით შეულახავი ადამიანი ხელს ამათ აღარ ართმევს დიდი ხანია, მაგრამ არიან მოიძებნებიან განსაკუთრებით ევროპარლამენტში ულტრამემარჯვენეები, მოკლედ თქვათ და ამ ულტრამემარჯვენეებშიც დახარისხებული ხო ყველა არ ართმევს ხელს ამათ რადიკალური და ყველაზე რადიკალური განსაკუთრებით ის პატარა პარტია რომელიც ახლა ორბანმა შექმნა, სადაც არის 20-მდე დეპუტატია და არიან იქ გერმანელები არიან ორბანის პარტია ფიდეში, რომლებიც ხვდებიან ამათ, მაგრამ ეს არის როგორ გითხრათ ჩამოუყალიბებული კავშირი ამათთან მაინც იმიტომ რომ ესე როგორც ადრე იყო იგივე ვთქვათ ჩვენი წინა მთავრობები როცა ჩამოდიოდნენ და ყველა პარტიის წარმომადგენელი ხვდებოდა მათ მიუხედავად იმისა რომ ისინი განიხილებოდნენ როგორც სოციალისტურ პარტიასთან ასოცირებული ყველა პარტიის წევრები ხვდებოდნენ ყოველთვის არავინ არ კრძალავდა საუბარს ეხლა არავინ არ ხვდება რა თქმა უნდა განსაკუთრებულად არიან სოციალისტები რომლებიც არ ხვდებიან იმიტომ რომ განსაკუთრებულად მოატყუეს და ასე ვთქვათ მაცავე ენაზე გადააგდეს. ყველაზე დიდი არის სახალხო პარტია, ну, ისინიც რა თქმა უნდა, თვითონ ესენი ესხმიან, ეხა იმათ ძალიან თავს, ყველაზე პირად შეურაცხყოფებს ამობენ, ყველა იმ დეპუტატზე, ვინც საქართველოზე მუშაობს, განსაკუთრებით აი სახალხო პარტიის წარმომადგენლებზე აქვს საუბარი, მაგრამ ყველა ხვდებოდა ადრე, სულ რაღაც 2 წლის წინაც ხვდებოდნენ, მაგრამ ეხა აღარავინ აღარ ხვდებათ, აი მე ვინც ხედავ ხოლმე, ეს არის ეს ულტრამემარჯვენეები, რომლებს ეს თვითონ ევროპარლამენტში არავინ არ ელაპარაკება. ეს შემიძლია ვთქვა, რომ როცა ხართ არა წევრი, ანუ რა დამოუკიდებელი კანდიდატი, ხშირად რაღაც უცნაური კანდიდატები არიან, ესენი არიან ხალხი, რომელიც მაგალითად ერთი არის კვიპროსიდან, ახალგაზრდა ძალიან დაიჩემა, რომ აირჩევენ ტრადიციულ პარტიებს, არ აირჩევენ, მას კი ის იყო რაც იუთუბერი ცნობილი და ის აირჩიეს, მაგრამ რაღაც უცნაური ელექტორატი ყავს იმას, ის არ არის პოლიტიკურად რაღაც ერთი პიროვნება და დაამტკიცა, რომ არაპოლიტიკოსი შეიძლება აირჩიოს დღევანდელმა აი სოციალისტებს. ხო, ესეთი ხალხი შეიძლება ხალხს ართმევენ მათ, მაგრამ ესენი მათთან ვერ აკავშირებენ, აი სტრუქტურული კავშირს ვერ ახდენენ, იმიტომ რომ მათ არ აქვს ჩამოყალიბებული ჯგუფი, არ აქვს იდეოლოგია, თქვენ არიცით როგორ არის გავლენები ევროპარლამენტში. აბსოლუტურად არავინ არ იცნობს ევროპარლამენტში. ეს რამდენი ადამიანია რა რაოდენობა? ალბათ დაახლოებით 20 ადამიანია, მაგრამ მათ ევროპარლამენტში არავინ არ იცნობს. საქმე იმაშია, რომ ენჩესტრის შედეგი რეზოლუციებზე აჩვენებს რეალურ სურათს. კი ბატონო. სადაც უდიდესი უმრავლესობა ძალიან საინტერესო სტუმრები გვყავთ. დეტალურად მოვახერხეთ იმედია ჩვენი აუდიტორისთვის ამოთავაზების ცნობების მიწოდება იმასთან დაკავშირებით. საინტერესო იყო მართლაც. მე გავიგე რომ ამოკანდინარის ვერსია არ ყოფილა ტვიტზე. აი აქციას დაუკრეს ხელი ევროპელებმა. აი ვერსია ესე იგი გამოივიწყა. სამწუხაროდ
არა და კარგი იქნებოდა. ესეთი ლინკები რო არსებობდეს, აქ მიმდინარე აქციაზე ახლა გავლენა მიშა დაიჯერებთ, რომ ევროპარლამენტზე. ევროპარლამენტის ის პრეს სერვისი ამას თulis რა ხდება აქციაზე თბილისში, რომ იმას დაამთხვიოს. საერთოდ თქვენ კარგად არიცით რა როგორი გავლენა აქვს Deep States. ეს ყველაფერი ასე ალბათ შეიძლება იყოს კავშირში. ეს Deep State-ი ყველას გვერება, ყველა თუ კარგად ცხოვრობს ამ Deep State-ებს მართულ ქვეყნებში. ესენი რა გულით უპირისპირდებიან ომში უნდათ? ეს კითხვა მაქვს მე. თავარია, ესე იგი, აბა ომი გინდათო და ყველაზე ძლიერს თუ უპირისპირდებიან ესენი, ესე იგი ომი უნდათ? იქით უნდა შეუტრიალო ამათ ეგ კითხვა. იქნება ამას და ნიკოლას დავამშვიდობოთ, დიდი მადლობა მათ საინტერესო საუბრისთვის, ასევე